უსასრულო ველებზე ზისგან დაწნულ ბინდში ხედრის სილუეტი იკვეთება. კაცის, რომელიც წისქვილებს გიგანტებად აღიქვამდა და წარმოსახვას რეალობაზე მაღლა აყენებდა. ავტონომიური რეგიონი, რომელზეც ვისაუბრებ, დონ კიხოტის მშობლიური მიწაა. თუმცა, სანამ სერვანტესი კალამს მოიმარჯვებდა და მის ქმის საკუთარ წარმოსახვებში ჩაკარგავდა, ლა-მანჩას ველებს საკუთარი ისტორია დიდი ხნის დაწერილი ჰქონდათ. საუკუნეების წინ ამ მიწაზე კელტი ბერიელები აშენებდნენ საკუთარ სიმაგრეებს. აქ აწყდებოდნენ ერთმანეთს რომაელები და ვესტგოთები და ამ ორი განსხვავებული სამყაროს დაპირისპირებაში იძერწებოდა ნახევარკუნძულის პოლიტიკური და კულტურული მომავალი. აქ ტოლედოს კრებები იგივე კონსილიუმ ტოლეტანუმ აყალიბებდა ქრისტიანულ დოგმატებს, ხოლო ტოლედოს ლათინურ თარგმანთა სკოლაში შესრულებული თარგმანები დასავლეთ ევროპის შემდგომი ინტელექტუალური რენესანსის მამოძრავებელ ძალად იქცა. ეს მიწა დღესაც სუნთქავს თავისი კულტურული მემკვიდრეობითა და ტრადიციებით. რეგიონის ხუთივე პროვინციაში ვხვდებით მის შთამბეჭდავ სიმბოლოებს, ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდნენ რეგიონის პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურულ ცხოვრებას. თუმცა, ამ ისტორიული ძეგლების მდგომარებას კარნავალების ხმაური არღვევს. აქ ყოველ წელს ფერები და მუსიკა ახალ სიცოცხლეს ანიჭებს ამ ველებს, სადაც რიტმი და ემოცია ხალხის ნაბიჯებს ერწყმის და კასტილია ლა-მანჩა ერთი დღესასწაულად იქცევა. და როდესაც კარნავალის ხმაური ჩერდება, კორპუს ქრისტის დღესასწაულის ზარები ელჩე დე ლა სიერაში სხვა ფერად და უხმო დღესასწაულს უხმობენ. ამ ღამეს იქმნება ნახერხის ფერადი ფიგურები, რომლებიც დილით ქართან ერთად იფანტება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს დრო მხოლოდ მათი ხანმოკლე სილამაზისათვის არსებობს. მაშასე გავეცნოთ ამ რეგიონს, მიწას, სადაც დონ კიხოტი ოცნებობდა და სადაც ლეგენდის გასაგრძელებლად დღესაც ტრიალებენ ქარის წისქვილები. მოგესალმებით. დღეს კასტილია ლა-მანჩას ავტონომიურ გაერთიანებაზე ვსაუბრობ. მისი მოსახლეობაა 2,100,000, ადმინისტრაციული ცენტრი ტოლედო. როგორც ავტონომიურ რეგიონს გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი. ეს არის ზღვაზე გასასვლელის არ მქონე რეგიონი, რომელიც ძირითადად იბერიის ნახევარკუნძულის შიდა პლატოს სამხრეთ ნახევარს იკავებს. ის ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული რეგიონია. კასტილია ლა-მანჩა ესაზღვრება კასტილია და ლეონს, მადრიდს, არაგონს, ვალენსიას, მურსიას, ანდალუსიას და ესტრემადურას. ავტონომიურ თემად ჩამოყალიბებამდე მისი ტერიტორია მადრიდის პროვინციასთან ერთად ახალი კასტილიის, კასტილია ლა ნუევას რეგიონის ნაწილი იყო, გარდა ალბასეტეს პროვინციისა, რომელიც მურსიის ნაწილს წარმოადგენდა. კასტილია ლა-მანჩა ესპანეთის ავტონომიური რეგიონებიდან სიდიდით მესამეა და ესპანეთის ეროვნული ტერიტორიის 15,7%-ს შეადგენს. აქ ადამიანის კვალი ჩნდება ათასობით წლის წინ. იბერები, კელტები, კელტიბერები აშენებდნენ ციხეებსა და მაღლობებს და ქმნიდნენ სამყაროს, რომლის ნაწილიც მალე რომის იმპერია გახდა. რომის დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიისათვის დადგა ახალი ეპოქა და იგი ვესტგუთების სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. 568 წლიდან ტოლედო გახდა მთლიანი იბერიის პოლიტიკური და სულიერი დედაქალაქი. აქ იმართებოდა კონსილიუმ ტოლეტანუმ, ტოლეტანის საბჭო, რომელიც ქალაქ ტოლედოში გამართულ კრებებს გულისხმობს, რომლებიც მე-6-დან მე-10 საუკუნემდე პირენეის ნახევარკუნძულზე კათოლიკური ეკლესიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. 711 წელს ტოლედო დაეცა და იგი გახდა ალ-ანდალუსის ნაწილი.
1085 წელს ალფონსო მე-6-ემ ტოლედო კვლავ ქრისტიანული სამეფოს ნაწილი გახადა, ხოლო მე-12-მე-13 საუკუნეებში ტოლედო იქცა ევროპული ინტელექტუალური რენესანსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად და ცენტრად. აქ ლათინურ თარგმანთა სკოლაში ქრისტიან, ებრაელ და არაბ მეცნიერთა თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა არისტოტელეს, ავიცენას, ავეროესის, იგივე იბნ რუშდის, ევკლიდეს და სხვა ავტორების ტექსტების ლათინურად თარგმნა. შუა საუკუნეებში ეს მიწა ორდენების სივრცედ გადაიქცა. ისინი აშენებდნენ ციხეებს, იცავდნენ გზებს და ქმნიდნენ ახალ ქრისტიანულ სოციალურ წესრიგს. შუა საუკუნეებში ჩნდება ტერმინი მანხა, იგივე მანჩა, საბოლოო ვერსია ლა მანჩა, რომელიც არაბულად მშრალ მიწას ნიშნავს. შემდეგ კი მოვიდა ახალი დრო დონ კიხოტის და ქარის წისქვილების, რომელიც სამომავლოდ სამუდამოდ დაუკავშირდება ამ მიწას. მე-18-მე-19 საუკუნეებში ბურბონების რეფორმება მთლიანად შეცვალა რეგიონის მართვის სისტემა, ხოლო 1833 წლის ადმინისტრაციულმა გადანაწილებამ შექმნა რეგიონის დღევანდელი 5 პროვინცია. მე-20 საუკუნეში ეს მიწა გახდა დიდი ბრძოლების ადგილი. ამ პერიოდში ჰქონდა ადგილი სწორედ ტოლედოს ალკასარის ალყას და სხვა ეპიზოდებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი და ღრმა კვალი დატოვა ესპანეთის ისტორიაში. ფრანკოს ეპოქაში ლა-მანჩა დარჩა სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული და ნაკლებად ურბანულ რეგიონად. დემოკრატიზაციის შემდეგ 1982 წელს კასტილია-ლა-მანჩამ მიიღო ავტონომიური სტატუსი, ხოლო მის დედაქალაქად განისაზღვრა ტოლედო. როგორც ავტონომიურ რეგიონს, მას გააჩნია ხელისუფლების საკუთარი ორგანოები, რომლითაც ხდება რეგიონის მართვა. კასტილია-ლა-მანჩას საკანონმდებლო ორგანოა კასტილიის პარლამენტი, იგივე კასტილიის კორტესი. იგი არის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო რეგიონული ავტონომიური ერთეულისათვის და იგი შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე 4 წლის ვადით არჩეული 33 დეპუტატისაგან. მისი ძირითადი ფუნქციებია საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, კასტილიის მთავრობის ხელმძღვანელის არჩევა, კასტილიის მთავრობის კონტროლი. კასტილია-ლა-მანჩას კორტესები, იგივე პარლამენტი განთავსებულია ქალაქ ტოლედოში, სან-ხილის მონასტერში, ისტორიულ ფრანცისკალურ კონვენტში. კასტილია-ლა-მანჩას აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოა კასტილიის მთავრობა, კასტილიის საბჭო, ასეც უწოდებენ მას. იგი პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაზე და შედგება პრეზიდენტის, საჭიროების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტებისა და მინისტრის თანამდებობის, ტოლფასი თანამდებობის მქონე პირებისაგან, ჩვეულებისაგან. პრეზიდენტი წარმოადგენს რეგიონის უმაღლეს თანამდებობის პირს. პრეზიდენტი ირჩევს კასტილია-ლა-მანჩას პარლამენტი და როგორც სხვა ავტონომიებში, აქაც ფორმალური პროცედურების საფუძველზე ამტკიცებს ესპანეთის მონარქი, ესპანეთის მეფე. კასტილია-ლა-მანჩა იყოფა 5 პროვინციად. ეს პროვინციებია ალბასეტე, კუენკა, სიუდად-რეალი, გვადალახარა და ტოლედო. ხოლო ავტონომიურ გაერთიანებაში არსებული ძირითადი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები მუნიციპალიტეტებია, რომელთა რაოდენობა ჯამში შეადგენს 919 მუნიციპალიტეტს. პროვინციის მიხედვით მუნიციპალიტეტები გადანაწილებულია შემდეგნაირად: ალბასეტე 87 მუნიციპალიტეტი, კუენკა 238 მუნიციპალიტეტი და უნდა აღინიშნოს, რომ კუენკა ერთ-ერთი ყველაზე ფრაგმენტირებული პროვინციაა მთელი ესპანეთის მასშტაბით, სიუდად-რეალი 102 მუნიციპალიტეტი, გვადალახარა 288 მუნიციპალიტეტი, აქაც უნდა ითქვას, რომ ძალიან მრავალრიცხოვანია მუნიციპალიტეტები პატარა სოფლების გამო და ტოლედო 204 მუნიციპალიტეტი. ერთგვარი შეჯამებისათვის შემიძლია ვთქვა, რომ კასტილია-ლა-მანჩა წარმოადგენს იბერიული ნახევარკუნძულის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რეგიონს, სადაც ისტორიული პროცესების მრავალსაუკუნოვანი ფენები ერთმანეთში ორგანულად არის გადაჯაჭვული. პროისტორიული კულტურიდან დაწყებული რომაული და ვესტგუთური მემკვიდრეობით, ალ-ანდალუსის ცოდნის სივრცითა და კასტილიური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით, ეს რეგიონი სამეცნიერო, კულტურულ და პოლიტიკური თვალსაზრისით გამორჩეულად მდიდარ მატრიცას ქმნის. მადლობთ ყურადღებისათვის, დროებით.